მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით. განსაკუთრებული მადლობა ჩემს გამომწერებს, ადამიანებს, რომლებიც უკავშირს გამოხატავთ სხვადასხვა ფორმით, თუმცა რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენთაგანს ახალ შემომსწრებულსაც. მუდმივ კულისებიდან მაყურებლებსაც ხო, სტუმრის სტატუსით, აბსოლუტურად თითოეულ თქვენთაგანს მადლობა ნდობისთვის. სანამ გაშლას დავიწყებ, მინდა ერთ საკითხს შევეხო, როცა მე მწერენ ხოლმე პირად კონსულტაციებში და მე ვეუბნები, რომ ტარიფი არ მაქვს. დღესაც მქონდა ასეთი შემთხვევა, ძალიან იბნევიან ხოლმე და მე რაღაც ეწყებათ ისეთი, ასე ვთქვათ, მათეული ინტერპრეტირებული სცენარები, რომ თუ ვთქვათ პირობითად ჩამირიცხავენ რაღაც მცირე თანხას, მე შეიძლება ეს მეწყინოს, ან ვთქვათ ისეთივე მომსახურება არ გავწიო, როგორცაც ვთქვათ მაღალ თანხიან კლიენტთან დაკავშირებით, ან ხო, ზოგადად კლიენტის სიტყვა არ მიყვარს. მაგრამ ჩემო კარგო ადამიანებო, და მე რომ ვუხსნი და მე უკვე იჯერებენ რომ ნამდვილად ანუ მე სხვა მოლოდინი არ მაქვს და არც ვაპირებ რომ ვიღაცა ამის გამო ასე ვთქვათ რაღაცა ჩამოვალაბორანტო ხო ურთიერთობაში მე იწყება ხოლმე გაკვირვება მაგრამ ერთ რამეს გეტყვით ჩემო კარგო ადამიანებო არასდროს ფასის გამო არ მიხვიდეთ არც ერთ ტაროლოგთან არც ერთ ექიმთან. ექიმები თუ თქვენ სომატურ დონეზე გმკურნალობენ, ფსიქოლოგები, ტაროლოგები, ეზოთერიკები, ხო, არ აქვს მნიშვნელობა, ესენი ემოციურ სხეულის დონეზე არიან მკურნალები, ხო? ნუ მათ შორის მეც. ციტავხედეში ნუ ჩამომართმევთ, ხო? ცოტა ხმამაღალი ნათქვამია შეიძლება, მაგრამ ნუ მეც ამ სფეროს წარმოვადგენ. შესაბამისად, იმიტომ რომ ვიღაცასთან იაფია, არასდროს არ წახვიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე ვამბობ ხო, რომ თქვენ რისი საშუალებაც გაქვთ ის ჩამირიცხეთ, ხო? ანუ ამაზე იაფი რა შეიძლება იყოს ჩემი მხრიდან შემოთავაზებული მომსახურება. მაგრამ იმიტომ რომ ჩემთან პირობითად შეგიძლიათ ჩარიცხოთ 20 ლარი, ანუ 40 ლარი და მიიღოთ მომსახურება, მაგრამ ვიღაცა სხვა $200 მოგთხოვათ, ოღონდ იქ უფრო მიგწევთ გული, მაგრამ $200 არ გაქვთ. და მე რა კიღა არჩევანი მოგეცით, ჩემთან უნდა მოხვიდეთ, არა ისჩიოთ ასე. ნუ ეს მე ჩემს თავზე ვსაუბრობ, ხო, თორე ზოგადად შეიძლება მე სხვებზე საუბარი ზოგადად არ მიყვარს. და მაგალითადაც თუ რამე მჭირდება ყოველთვის საკუთარ თავს მოვიხმობ ხოლმე და ეს მინდა გაითვალისწინოთ. აქვე კიდევ ერთხელ გამიმეორდები, იმიტომ კი არ მაქვს მე ეს არჩევითობის მომენტი, რომ თქვენ რაც შეგიძლიათ, რომ ან საკუთარი დროის ფასი არ ვიცი, ან საკუთარი შესაძლებლობების რესურსის, ან არა. მე ახლა და ამ ეტაპისთვის ის პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, როცა ის უნდა გავაკეთო. ვიღაცებმა შეიძლება ეს პერიოდი უკვე გადაიარეს, ან არც ქონიათ ამისი სიტუაციები, ხო? ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს და თავისი არჩევანი აქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არიან ადამიანები სხვათა შორის, აი რომ ვამბობ, რომ 100 ლარის ფარგლებში რისი შესაძლებლობაც გაქვთ, ყავდა 3 ესეთი ადამიანი, რომ ესე იგი, ყველაფერი დავასრულე ამ ადამიანებთან, მათ შორის უბრალოდ გაშლები და ერთ-ერთთან ეხლა აი ბოლო პერიოდი იყო ზუსტად რომ 14 დღიან წმენდას დაექვემდება რა, ანუ არის 7 დღიანი, 14-იანი, 21-იანი და 40 დღიანი. არ ჭირდებოდა რა იმ გოგოს ბევრი არაფერი და ანუ ნათქვამ თანხას კიდევ ზემოდან $100 დაამატა. ერთმა საერთოდ გაშლის მერე $200 ჩარიცხა. იმედენად გაოცებული ვიყავი, რომ საერთოდ არ გამისახელებია ეს თანხა, მაგრამ მას ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მას მოუნდა რომ ეს გაეკეთებინა და გააკეთა, ხომ? რა თქმა უნდა, მე ის თანხა, რაც ვიღაცამ ესე მადლიერებით ჩემამდე გამოუშვა, იმ თანხას მეც თავისი გზა მივეცი და გაყოფა არასდროს არაფერში შემშლია, ეს ჩვეულებრივი დაუწერელი კანონია, მაპატიეთ სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ შენ თუ ვიღაცა გეხმარება და მადლიერებას გამოხატავს, შენც ვიღაცას უნდა დაეხმარო. ნუ ახლა ამას რას როგორ და რანაირად ვაკეთებ არ მოყვები და არ შეგაწუხებთ ამითი, მაგრამ ძალიან მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთო.
მეც მყავს ისეთი ადამიანები, ხო, რომლებიც მართლა ძალიან კარგი ნიშნულიანი თანხა შეუძლიათ გადაიხადონ და იხდიან, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ყოლია ისეთი კლიენტიც, რომელსაც მართლა 20 ლარი ჩაურიცხავს, ვიღაცას 30 ლარი ჩაურიცხავს და ერთი წამით არ უგრძნია ჩემგან რაღაც, ხო, პირიქით, მის მერე კიდევ ძალიან ბევრი რაღაც გამიკეთები ამისთვის, როცა ვგრძნობ მე და ვხედავ, რომ ადამიანს ვჭირდები, იქ უკვე შენ ხარ ვალდებული, იმიტომ რომ შენ რომ დაეხმარები, ეს ადამიანი თუ შენ ან თავისი უმადურობის გამო, ან შეუძლებლობის გამო მის საპირწონეს ადეკვატურს ვერაფერს მოგცემს, ხო? მაშინ სხვა მხარიდან მოგეცემა ამისი კომპენსაცია, ეს იცოდეთ. არსად არაფერი უკოლოდ არ ქრება. ხო, ამაზე მინდოდა საუბარი მოკლედ. და ძალიან რომ არ გამიგრძელდა ეს ორ ვარიანტზე მოკლედ უცებ ვნახოთ ახლა. თქვენთვის ძალიან საინტერესო თემა, ხო? რას გრძნობს, რას ფიქრობს და რას მოიმოქმედებს? პირველი, მეორე ვარიანტი და დავწყოთ თეთრი კარტით. ჯერ ვნახოთ ვინაა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, ვინ მომიბრძანეთ, ვინ მომიყვანეთ და ესე იგი ისე მერევა კარტები ხელში, რომ რაღაცას ძალიან ჩქარობს და ძალიან ნერვიულობს. აბა, ვინ არის მაჩვენეთ, ვინ არის ხოხმლების დედოფალი, ადამიანი, რომელიც judgment და ექვსიანი კვერთხე, არა, ხმლები, ბოდიში, ექვსიანი ხმლები, მეგობრებო. ორი ხმლის ენერგიაა, ხო? და პლუს გვაქვს სიგნიფიკაციაში განკითხვის სამსჯავროს არკანი. იცით როგორი ტიპის ადამიანია? არ არის ეს რიგითი სტანდარტული ადამიანი, რომელსაც ყოველ მომენტში შეგიძლია შეხვდე ქუჩაში, ხო, ან კაფეში, არა. ეს ადამიანი არის ძალიან მართალი, ძალიან სწორი, ძალიან გულწრფელი, ძალიან წესიერი, პატიოსანი და ამავდროულად ძალიან კეთილიც, მაგრამ გარკვეული მისი ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარე, აქვს საკმაოდ ჩამოყალიბებული მკაცრი ხასიათი და ცოტა ისეთი ცივი ენერგიები. ყველას მარტივად ვერ ენდობა, ყველასთან მარტივად ვერ ადაპტირდება, მოკლედ ამის თქმა მინდა. თუმცა ადამიანი ყოველთვის არის მზად, რომ აგოს პასუხი საკუთარ საქციელზე, ოღონდ ამავეს მოითხოვს სხვა მხარიდან. არ მომატყუო, ეს მომენტი აქვს, მიხვდით? აი, შეიძლება ღალატი გაპატიოთ და ტყუილი არ გაპატიოთ, ანუ ოღონდ ისიც ხეულებრივ დონეზე, თორე ემოციურ ღალატს არამც არ გაპატიებთ. ძალიან კაი ტიპია რა, მოკლედ, მაგრამ თავის ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარე აი ამ ენერგიებში ახლა. სხვაჯერ ძალიან მარტივად ადაპტირდება. ყველას მარტივად ვერ ენდობა, მაგრამ სიტუაციებს მარტივად ერგება. ანუ და სხვა შორის ბევრი ტრანსფორმაციული პერიოდი შეიძლება იდგეს მის ცხოვრებაში და მას ბავშვობიდან, აი დააკვირდით რის თქმა მინდა, ბავშვობიდან მოსდევდეს ისეთი შემთხვევები, როცა ჯერ კიდევ სრულიად პატარამ ძალიან ისეთი რაკურსიდან გახედა ცხოვრებას, ხო, რაღაცა შეიძლება ტრაგედია დაემართა ოჯახში, რაღაცა მშობელი დაკარგა, ვიღაცა ახლობელი დაკარგა, ან მის თვალწინ შეიძლება რაღაცა ისეთი კონფლიქტი მოხდა სროლა, აი ესეთი რაღაცები შეიძლება გადათამაშდეს, კარგად მომისმინეთ და ვიღაცისთვის ეს აუცილებლად ისე არ გავაჟღერებდი ამ ინფორმაციას, ისე არ მოვიდა და ადამიანი შესაძლოა იყოს სამხედრო სამსახურში, ადამიანი შესაძლოა იყოს ძალოვან სტრუქტურებში, ან ისეთ სიტუაციებთან კონდეს საქმე, აი საგამოძიებო სფერო, ხო? ან კონფლიქტოლოგია, აი რაღაცა ესეთი მომენტები. და სხვა შორის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ სწორად დააღწიოს თავი შექმნილ რთულ სიტუაციებს. კარგით. ახლა აბა მოდით მთავარზე გადავიდეთ და თითო არკანით ვნახოთ. ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. დასტის ფონსაც გავხედეთ და ვნახოთ ახლა. ფიქრებში რა გვაქვს? ფიქრებში
რატომღაც ისევ სამსჯავროს არკანია. მეგობრებო, სამსჯავროს არკანით რა იცით რა არის ძალიან დიდ ანალიზს აკეთებს ეს ადამიანი, მოდი ასე ვიტყოდი. ახლა თქვენთან მიმართებაში სხვათა შორის თვითშეფასებასაც თქვენს შეფასებასაც, აი რაღაცა სხვა მხრიდან თითქოს გარედან უყურებს თქვენს ურთიერთობას და აი მიღმიერ რაღაცებს ეძიებს თქვენს შემთხვევაში. სხვათა შორის არ გამოვრიცხავ ეს ადამიანი ფიქრობდეს, რომ მისთვის ბედით მიცემული ადამიანი ხართ, ანუ ნახეთ კარგული პარტნიორი შესაძლოა იყოს კი არა და დიდ პროცენტზე ესე გადათამაშდება მე არ მიტყოს ყავს ხოლმე ამ სიტყვის ასე ჰაერზე ხმარება, მაგრამ ნუ აქ ეს არის და სხვათა შორის იმას კი არ ნიშნავს რომ თქვენ სან დასჯას ფიქრობს ან რაღაცა განსჯას, არა აქ ნახეთ აი ფიქრობს რაღაცა გადამწყვეტ აი დაჟინებულ ნაბიჯებზე რომელიც უნდა აუცილებლად იყოს გადადგმული მისი მხრიდან, ოღონდ არ იცის ჯერ რა კი ხვდება თავისი ნაბიჯების აუცილებლობას და ეფექტურობას, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია ჯერ აი ვერ გამოსულა იმ მტკივნეული პროცესებიდან და მტკივნეული ემოციებიდან შეგრძნებებიდან, რაც ახლა ამ ეტაპზე აქვს. სხვათა შორის, აი როგორი ადამიანია, იცი, ფიქრობს თითქოს, რომ აი ყველაფერი რაც არის ცუდი, ეს არის დროებითი და ამის მერე მოვა რაღაც მუდმივი და სტაბილური. ესეთი ფიქრები აქვს თქვენთან მიმართებაში. გრძნობაში რა ხდება? გრძნობაში იმპერატრიცა. იმპერატრიცა, მეგობრებო. იცით რა, არ ვიქნები ხმამაღლა მოსაუბრე, თუ ვიტყვი, რომ აი თქვენს მიმართ აქვს, იცით როგორი დამოკიდებულება, აი ბუნები როგორ ავხსნა ეხლა რასაც ვფიქრობ, აი ბუნებით არის ძალიან ლამაზი, ძალიან თბილი და ძალიან სხვანაირი. ხო, აი ქალი, რომელიც სიმშვიდეს აძლევს თანადგომის ენერგიებს, აი როგორი მომენტი, იცით, აი ქალი, რომელთანაც ის აბსოლუტურად ჰარმონიაში გრძნობს თავს. აი ის კი არა, სიამოვნებით იფიქრებდა თქვენთან ერთად ოჯახის შექმნას, აი ჩემი შვილების დედა, ხო, ჩემი მეუღლე, აი ესეთი დამოკიდებულება რომ აქვს და აი როგორც საწყისთან, ბუნების საწყისთან აქვს ხო ადამიანს კავშირი და გრძნობა, აი ესეთი რაღაცა უფრო ვიტყოდი მენტალური კავშირი აქვს თქვენთან. აი იცით როგორი მომენტი, რაღაცა აი მართლა ვიბრაციებით რომ გგრძნობთ, ხო? ვიბრაცია რა არის, ფერიც ვიბრაცია, ბგერაც ვიბრაციაა და უამრავი რაღაც არის ხო ვიბრაცია, მაგრამ აი როგორ გითხრათ, აი თქვენაირი მზრუნველი, აი ძალიან ისეთი ემოციები აქვს თქვენი მისამართით, გრძნობა ცალსახად აქვს, მეგობრებო და მოქმედება. კვერთხების პაჟი. კვერთხები ზოგადად იცით თქვენ, რომ მოქმედების და ძალიან ისეთი ცეცხლების და აქტიურობების ის არის, რა ქვია, მასტი ზოგადად კვერთხების პაჟით რა შემიძლია გითხრათ, მოქმედებას ფიქრობს, აპირებს. ფიქრობს, რომ რაღაცები უფრო იცით როგორი მომენტია, სატელეფონო კომუნიკაცია იქნება. ძალიან აზარტულია და ძალიან იმპულსური, აი ხშირი მონადირეა ბუნებით რა და ზუსტად აი ამ მონადირებას ფიქრობს. ხო, ძალიან თავდაჯერებულია, ის ერთი წამით არუშებს, რომ თქვენამდე რომ მოვა, თქვენთან რაიმე შეიძლება დაბრკოლება გქონდეს. არა, პირიქით უფრო მეცაც კეთვით, აი რა ენერგია მომდის, იცით, თითქოს ტკბება კიდეც იმის წარმოდგენით, თქვენ როგორ ელოდებით. მაგ მოქმედება ექნება. მადლობა პირველ ვარიანტს. და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ნახოთ მეორე ვარიანტი, მეგობრებო, ვინ მომიბრძანეთ, ვინ შეაწუხეთ. და
ვინ არის ჩამოკიდებული მამაკაცი ხმლების მეფე და იეროფანტის არკანი. ხო, ადამიანის ხოთა შორის შესაძლოა იყოს, მოდი პროფესიებით დავიწყებ, რატომღაც პირველი რაც წამოვიდა, ხო? საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი შესაძლოა იყოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელიც და ამავდროულად მედიატორი, შუამ, აი, კარგად გამოსდიოდეს ზოგადად დიპლომატიური ურთიერთობები. ადამიანი, რომელიც ყოველთვის არის ტრანსფორმაციისთვის მზად და ნებისმიერ ტრანსფორმაციას, აი, ლიმონისგან ლიმონადს აკეთებს დაახლოებით ესეთი ბუნების ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ, ადამიანი, რომელსაც აღიარებენ, რომელსაც შესაძლოა აზრსაც ეკითხებიან და ადამიანი, რომელიც ცოტა სხვა საფეხურზეა უკვე გადასული თავისი დამოკიდებულებებით, აღქმით და აზროვნებით, ხო, სამყაროსთან ცოტა სხვანაირი ტიპის ურთიერთობები აქვს, არ არის სტანდარტული ადამიანი. ძალიან საინტერესო პერსონაჟი დაიხატა, მე მაგალითად, აი, მოსაუბრეთ ძალიან კარგი იქნება. ნამდვილად მოხიბლული ვარ, ისეთი ენერგიებიც ისეთი მოდის. დავნახოთ აბა ახლა ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. აბა ვნახოთ ფიქრებში რა ხდება მასთან. ხო, ეხლა ფიქრებში რო გითხრათ რომ რაღაცა ძალიან ღრმა ისინი კონდეს თქო, არა. რაღაცა იხსენებს თქვენთან ურთიერთობებს, ჯერ შესაძლოა საერთოდაც რაღაცა ახალი დაწყებული ურთიერთობა გქონოდათ, ან ყოველ შემთხვევაში სიღრმეებს მოკლებული, სადაც სცენკაზე ნამდვილად არავინ საუბრობდა ჯერჯერობით, ხო? და არც მე სერიოზული ურთიერთობა მინდა, ზოგადად მეგობრებო, ერთი რაღაც იცოდეთ, სერიოზული ურთიერთობა გამორიცხული, აი გაცნობის საიტზე, ან ვიღაცა გაგაცნოთ და ეგრევე ადამიანი გეუბნებს რომ მე სერიოზული ურთიერთობები მინდა. უკაცრავად, ვისთან გინდა სერიოზული ურთიერთობები? ჯერ საერთოდ იცი ვინა ვარ, როგორი ვარ, ზოგადად ვამბობ, ხო, აი ულტრირებას ვაკეთებ. ძალიან ბევრი ადამიანი როცა მოდის ჩემთან, ხო, ამას ჩივიან, რომ იცი რა, იმე სხვანაირად წარმომედგინა და კაცო, რა წარმოგედგინა? სერიოზული ურთიერთობები, ხო, ჯერ უნდა მოგეწონოს, ჯერ უნდა შენი და მისი რაღაცები დაემთხოს ერთმანეთს. კი ბატონო, ქიმია შედგეს, ხო, ეს ქიმია ვნება, ფიზიკურია. სიყვარული კიდეც სხვა რაღაც არის. ქიმია კი ბატონო, აბსოლუტურად, რომელიც ძალიან ხშირად გვერევა ხოლმე, ხო, იმიტომ რომ ნუ ქიმიის გარეშე სიყვარულიც ცოტა ისეთი მოკოჭლებული საკითხია, მე რომ მკითხოთ ჩემი სუბიექტური აზრით, მაგრამ და ახლა ვინც გეუბნება რომ პირველივე დღეს რომ იცი რა, აი ხა მე შენთან ოჯახი მინდა, პირველივე ურთიერთობაზე და მე სერიოზული ურთიერთობა მინდა, აი ჩვენი ბიჭი ფეხბურთელი გამოვა და ჩვენი გოგონა ექთანი ან ბალერინა ან ტატრატატატა, მე მდეთ რომ მართლა გაიქცევით ქუთაქვთ მოგლეჯილი ეგეთი ადამიანისგან 2-3 დღეში. ან სულაც თვითონ წავა. იმიტომ რომ მას ეს ყველაფერი ჭირდება იმისთვის რომ თქვენ მოგთაფლოთ, იმისთვის რომ თქვენს ემოციას დაარტყას და თქვენ გამოგიჭიროთ. თორე შეიძლება პირველივე ურთიერთობის მერე ქუდი დაიხუროს და აღარასდროს აღარ გამოჩნდეს. დამიჯერეთ მეგობრებო, ჩემს სამუშაო პრაქტიკაში ბევრი მსგავსი შემთხვევა მომისმენია. ამიტომ ნუ ადამიანი ცოტა ისე რა, ისეთი ენერგიებით გიხსენებთ. კარგი ენერგიებით, ხო, აი ახსენდებით, ფიქრობს, რომ აი რა კარგი რაღაცა, კარგი საურთიერთობო, დადებით ემოციებთან ასოცირდება ფიქრები, ვერ ვიტყვით უც ვერაფერს. გრძნობას რაც შეეხება, აქ უნდა დავამატო, მეგობრები, ხა პენტაკლები ცოტა ნაკლებად აქ გრძნობა იყოს, კი, დასაწყისია სამიანი პენტაკლები რაღაცის. მაგრამ, ნუ ახლა გრძნობებთან ცოტა, მოდი ორი არკანით დავამატოთ გრძნობები და აქ გვაქვს ისევ პენტაკლების პაჟი მეგობრებო და 6-იანი ხმლები, არა, აქ გრძნობების მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი მეგობრებო, აქ ის თავის ყოველდღიურობაზეა, უფრო მეტიც უკვე თქვენი სანაპირო თითქოს დატოვებული აქვს და სხვა მხარეს მიდის. მაპატიეთ, რასაც არკანები მაჩვენებს, მე ის უნდა გითხრათ. და მოქმედება. პაჟი კვერთხები, ეს კვერთხების რაინდი, რა საინტერესოა, მოქმედებაზე ფიქრობს ადამიანი, მაგრამ რატო ფიქრობს თუ გრძნობა არ არის? რა მეინტერესია აქვს, აბა რატო ფიქრობ მანახე? ინფორმაცია აგროვებს თქვენთან დაკავშირებით, რაღაცეებს არკვევს და რატო, რისთვის უნდა შენთან ურთიერთობა?
ოჯახის 4-იანი კვერთხები კი ოჯახის არკანი, მაგრამ ბედის მაშინ გრძნობებში რატომ აჩვენე ესე? ნახეთ როგორი მომენტია მეგობრებო. გრძნობებამდე მეუბნება რომ ჯერ აკლია. ეს რაღაც ახალდაწყებულ ურთიერთობას ეხება, თუ ახალი დაწყებული ურთიერთობა არ არის მეგობრებო, თქვენი ვარიანტი არ არის და ტყუილად რო არ დაკარგოთ. აქ არის როგორი მომენტი. პირველი შთაბეჭდილება ძალიან მოხიბლულია, თქვენ თვითკმარ ხალბატონად ხედავთ, თქვენში ხედავს ძალიან დიდ პოტენციალს, როგორც ფინანსურს, ისე წარმატების კუთხით, კარიერული კუთხით შეიძლება რაღაცა ისეთი პოზიცია გაქვთ, ან ისეთი ბექგრაუნდი გყავთ, ხო, სანაცნობო მხრიდან ან რომ რაღაცაცის მოლოდინი აქვს, ან უბრალოდ კარგი აი როგორ გითხრათ სამომხმარებლო კუთხით რომ მივუდგებით, ხო, რატომაც არა, ძალიან კარგი ადამიანია. ქალები მიყურებთ მამაკაცები, ქალი ფიქრობს თქვენზე, ხო, ასე. რაღაცაა, რომ ისეთი რაღაც ფულზე და მატერიალურ მომენტებზე კარი მანქანა ყავს და რაღაც ამასთან რატომაც არა ეს მომენტი. აქ ზომებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მოქმედება ექნება. ინტერესი თქვენი მისამართით ამ ადამიანს აქვს. ინტერესი ყველა ვარიანტში აქვს. კარგით, უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ადამიანებო, კიდევ ერთხელ მადლობას გამოგიცხადებთ დობისთვის, იმისთვის რომ დროს არიშურებთ და ხართ ჩემთან, დაგემშვიდობებით. ნახვამდის წარმატებებს გისურვებთ.